მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ძალიან საინტერესო ადგილას. ძალიან ბევრი ითხოვდა მოკლედ რომ ეს ადგილები გადაგვიღო. ჩამოვედით ზაჰეში, ეგრეთ წოდებულ რკინის ხიდთან, სადაც ვითევზავებთ მტკვარზე. ნუ ჯერ პირველ რიგში ჩავალთ აუცილებლად და ზოგად სიტუაციას ვნახავთ, გადავხედეთ აქ ხიდიდან და მეთევზები დგანან და თევზაობენ. თუ რამეს იჭერენ, ამას აუცილებლად მოგახსენებთ და მეც ვეცდები რომ თევზი დავიჭირო. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ცივა. აქ ცოტა ცუდი ჩასასვლელია, გეცოდინებათ ეს ადგილები. მინდა აღვნიშნო ასევე რომ ძალიან ბევრი ნაგავიყრია, როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა და არ ცველოდი სხვას, თუმცა ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ არ დაყაროთ ნაგავი და გაუფრთხილდეთ ბუნებას. ეხლა მე ჩავალ, კამერას გავთიშავ და ჩავალ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ჩასასვლელია. არ მინდა რომ დავგორდე და რამე მოვიტეხო, ისე რომ ნახოთ აბა დღეს როგორი დღე გამოგვივა. თქვენ აუცილებლად მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ აუცილებლად და დატოვოთ კომენტარები თუ რაიმე გაინტერესებთ ან ზოგადად თქვენი აზრი დააფიქსიროთ დღევანდელ ვიდეოსთან დაკავშირებით. აბა დავიწყეთ. მეგობრებო, მოკლედ დავიძარი ნელ-ნელა და ესეთი თავდაღმართია, საკმაოდ დიდი. თუმცა ჩვენ არ გვაშინებს ეს ყველაფერი. ესე იგი, ნახე. ბიჭებს, კაცებს, მამაკაცებს, სავარაუდოდ მოხუცებს, ხო? სავარაუდოდ მოხუცებს, ნახე რა აქვს აკეთებული. ეს მოსაჭიდებელი ხელის, ტყვაზე გაუჭირდათ ამოსვლა, უკვე ასაკში როცა შედიან, ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ხელი მოკიდონ და ადვილად დავიდნენ, მაგრამ ერთხელაც შეიძლება ეს ხე მოტყდეს და ხოაზე ხარ. აი, დაგურდება ეგრევე უკან. ჩავედით მე მგონი თითქმის ბოლომდე. ახლა როგორც იქნა ჩამოვედით, აი ხედავ შორი ახლოს ძალიან ბევრი მეთევზე დგას. და თევზაობს. ამას თუ იჭერენ, ახლა ვნახავთ ჩვენ ყველაფერს. ზემოდან რომ გადავხედეთ, ერთი-ორმა ადამიანმა რაღაც გარკვეული თევზი დაიჭირა, სავარაუდოდ თეთრულა, ფერიდან და ზომიდან გამომდინარე, ნუ ამ ყველაფერს ზუსტად ჩვენ გავიგებთ. ჩავხედავთ სადოკებში ჩუმად და რაღაც ცოტა წავართვით. მეგობრებო, მოკლედ მოვედით ეს ადგილას. მოგეხსენებათ ეს ადგილები, სავარაუდოდ გეცოდინებათ, ბევრსაც ექნება ნათევზავებიან ადგილას. ხა მე აუცილებლად ავაწყობ მონტაჟს. ტიტივაზე ვითევზავებ. პირველ რიგში მონტაჟი გავაკეთოთ. დღეს მე გამოვიყენებ ცოტა ესე მძიმე ტივტივას სავარაუდოდ. რადგანაც სიღრმე არის და საკმაოდ დიდი დინებაა. და ვეცდები რომ რაღაც გარკვეული შედეგი გქონდეს. მე დღეს გამოვიყენებ აი ამ ტივტივას სავარაუდოდ, რომელიც არის 3 გრამი. ეს არის ერთ-ერთი ბრენდის, საკმაოდ კარგი ხარისხის ტივტივა. დავაყენებ ახლა და ნახოთ რა გამოგვივა. ნუ მონტაჟს ავაწყობ, ესეთი მონტაჟი იშვიათად რომ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ უთევზავთ ჩვენ დინარეზე. და ვეცდები რომ გატარებით რაღაც გარკვეული თევზი დავიჭრო. აი კადრში ჩანს რომ მეთევზე მოიყონა, თუმცა კუდით არის გამოდებული. სავარაუდოდ ჩაარტყა და შემდეგ გააცილა, მაგრამ გამოიდო ტანზე და მოიყონა. როგორც ჩანს, თევზი მოძრაობს და აქტიურობს. ნახოთ აბა ჩვენც რა გამოგვივა. всё, გადავედი მონტაჟის საწყობას. მოკლედ ბიჭებო და გოგოებო, მოკლედ ვინც უყურებს ახლა ჩემს ვიდეოს, მინდა პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ ზოგადად თუ რა ხდება მტკვარზე და რა მონტაჟით ვითევზავებთ. მეთევზეები დგანან, ასე თუ ისე გარკვეულ შედეგს აღწევენ. მოკლედ რა ხდება? ჩვენ იმ ადგილას სადაც გვინდა და ვერ დავდექით ფიზიკურად, ვერ დავდექით, იმიტომ რომ მოპირდაპირ მხარეს ძალიან კარგი ადგილია და ტივტივაზე იქ იჭერენ. აქეთ სადაც შედარებით მეტი დინებაა, სამწუხაროდ თევზი არ მოძრაობს. დავაგვიანეთ მოსვლა, მაგრამ არა უშავს, ზოგადად ინფორმაციას აუცილებლად მოგახსენებთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ძალიან ცივა და მიჭრის ესე რომ თქვა გაჩერება, კი მაცვია თბილად, თუმცა ძალიან ცივა, ისე რომ გირჩევთ ვინც წამოხვათ მტკვარზე სათევზაოდ ზაჰეში რკინის ხიდთან, აუცილებლად ძალიან თბილად ჩაიცვით. ძალიან თბილად. აი კიდევ ერთი თევზი დაიჭირეს, მაგრამ ისიც კუდით, რატომღაც ესე კუდით იჭერენ და როგორც ჩანს ძლიერ გამოკვრას აკეთებენ და მე უკვე ტანზე ეგება. წავიდა მონტაჟი ახსნათ. დღეს მე გამოვიყენებ უბრალოდ ვთქვი აი ესეთი მონტაჟით. ოლჟანგას ტიპის ტივტივა გამოყენებული, რომელიც არის 3 გრამიანი ესეთი დინარისთვის და სიმძიმეს რა შეიძლება, ეს არის ესეთი ტიპის სიმძიმე. არა ბურთულები, არამედ პირდაპირ ერთი მასა.
სადავეს რაც შეეხება დაახლოებით 15 სანტიმეტრიანი სადავი მაქვს გამოყენებული და თეთრი ჭია მაქვს წამოწმული. ნახოთ აბა. მაინც და მაინც არ მეიმედება, თუმცა ვნახოთ რა გამოვა. მეგობრებო, მოკლედ ახლა მე მინდა გაჩვენოთ მტკვარზე დაჭრილი თევზი, რომელიც მეთევზემა დაიჭირეს. დილას ეს არის აუცილებლად კობრი, რომელიც იქნება დაახლოებით 9 კილო. იმედია კარგად ჩანს. 9 კილო იქნება მაინც კობრი. ასევე ხრამული, საკმაოდ კარგი ზომის. საკმაოდ კარგი შედეგია, ისე რომ ისეც ხდება ხოლმე მტკვარზე მოკლედ. საინტერესო ამბებია. ისეთი ქარია, ძალიან ძლიერი და თევზაობაც ჭირს რა. ვფიქრობ, კარგ ამინჩი ჯობს მოსვლა. უბრალოდ მაინც ინფორმაცია საბოლოო ჯამში გეტყვით. ხო, ვეღარ გადავდივარ, იმიტომ ძალიან ისეთი ცუდი ტალახია. შეიძლება ფეხი დაგვისრიალდეს. ამიტომ უბრალოდ გეტყვით ბიჭებო, დღეს თევზაობა სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, თუმცა ამინდიდან გამომდინარე პლუს სიტუაცია ისეთია, რომ სადაც ჩვენ გვინდოდა ვერ დავდექით, მოკლედ ალბათ ღამეებს ათენებენ ამ ადგილებში. ახლა ისევ მიწევს ესეთ დიდ გორაზე ასვლა. უბრალოდ გეტყვით, რომ თევზაობენ ტივტივით. პირველ რიგში აუცილებლად გირჩევთ, რომ თბილად ჩაიცვათ თუ წამხვალთ ამ ადგილებში. ითევზაოთ, როგორც მსუბუქ ფსკერულზე, ასევე შეიძლება ტივტივაზე თევზაობა, ქვასთან რაც შეიძლება ახლოს. ხიდი არის და იმ ხიდთან, ხიდის ქვევით არის შედარებით კარგი ადგილი, როგორც გვითხრეს მეთევზეებმა და იქ იჭერენ ძირითადად. რაც შეეხება თევზს, მოდის თეთრულა, საკმაოდ კარგი ზომები. როგორც კადრში ნახეთ, კობრი ყავს დაჭერილი. ასევე ხრამული საკმაოდ დიდი ზომის. ისე რომ შეგიძლიათ მოკლედ ცადოთ ბედი. თქვენც დაიჭიროთ, დარწმუნებული ვარ, დაიჭერთ თუ სწორად ითევზავებთ, მაგრამ თავარია რომ ამინდი იყოს, არ იყოს ქარიანი, იმიტომ რომ ძალიან რთულია გაჩერება ესეთ ამინჩი რა, იმიტომ რომ თევზაობა არის, რა თქმა უნდა, კომფორტთან დაკავშირებული და როდესაც ძალიან ცივა ქარია და არ არის შესაბამისი ამინდი, ვფიქრობ არანაირი კომფორტი არ იქნება მაგ დროს. მეგობრებო, აუცილებლად აქვე მინდა გითხრათ და რა თქმა უნდა ყოველთვის მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და მონიშნო ზარისღილა კი ცოტა დავიღალე ამ მოსვლის დროს დაალაიქოთ აუცილებლად და კომენტარები დაწეროთ, იმიტომ რომ მაინტერესებს ზოგადად რა ხდება, რა გაინტერესებთ და ასე შემდეგ. ამოვედით როგორც იქნა სამშვიდობოს, ახლა ჩავსხდებით მანქანაში და გადავალთ მოკლედ. მინდა პატარა ვიდეოც გადავიღო, კიდევ რაღაც ახალი ინფორმაცია მაქვს და შემდეგ მოგაწვდით იმ ინფორმაციასაც. ეხლა კიდევ დაგემშვიდობებით და როგორც ყოველთვის წარმატებულ თევზაობას გისურვებთ. აბა, მომავალ შეხვედრამდე.